კაი გამარჯობათ მეგობრებო. გამარჯობა. საერთაშორისო ამით მინდა დავიწყო, რომელსაც ესადაგება იდიოტი ლაშა ბუღაძის პოსტი გარკვეულწილად. სადაგია? ირანში მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით უკვე ცნობილია რომ ძალიან რეპრესიებს ამას ვერ ვიტყოდი, მაგრამ რატომღაც ბევრს აქვს იმედი რომ აი ტრამპი ახლა დასწრებს რაკეტებს და აითოლას რეჟიმი დასრულდება. არ და ბევრი ხალხია მკვდარი. მაგაზე ბევრი შეიძლება ვიფიქროთ წააქეზეს თუ არა ის დემონსტრატები და შეაჭამენ თუ არა გელს, მაგრამ საინტერესოა ჩვენი ქართველი, ასე ვთქვათ, ლიბერდებილების რეაქცია ამ ყველაფერზე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვთქვით და ბევრჯერ ვიტყვით, რომ ირანის დაშლა არის კატასტროფა გეოპოლიტიკური, მით უმეტეს ამ რეგიონისთვის და ძალიან ფრთხილად და მოთმინებით აღჭურვილი უნდა უყუროთ, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს მისი განცხადებებიდან გამომდინარე. ეხლა ლაშა ბუღაძეს მოვუსმინოთ, რომელიც ზოგადად სოლიდარობაზე ამბობს, ესო სოლიდარობაზე რამეს ამბობს და აქ უკვე იმ საერთაშორისო მოვლენის გამოხმაურებას იგრძნობა. თქოთ გავუშვით. რაღაცა დაუჯერებელია. ხო, თითქოს და ქართულ ტრადიციაში ის მაინც იყო რომ რაღაცა ტიპის სოლიდარობა, ისეთი ან ნათესავის, ან ოჯახის წევრის, ან მეგობრის, რაღაცა ეს ტრადიცია მაინც იყო რაღაცაირად. ხოცებისთვის ეს ტრადიციაც არ არსებობს. არ აინტერესებს. არ აღელვებთ ეს ადამიანები. ამის საპირწონეა სწორედად ის სიძლიერე, რომელიც ერთი მხრივ აქვს საზოგადოებას და მეორე მხრივ ეს ძალა, რომელიც მოდის ჩვენი მებრძოლებისაგან, პოლიტიკური პატიმრებისაგან, იმიტომ რომ ახლა აიღეთ აი ეს რაც გინდათ ის დაუძახეთ და შეხედეთ მზია აბაგდონს. შეხედეთ ელენე ხოშტარიას. შეხედეთ სხვა პოლიტიკურ პატიმრებს, რომლებიც მართლა რისთვის შევხედეთ არ გამოსწორდა. ხო. ნული გასწორება. ერთი რამე მინდა ვთქვა, აი ამ ცენზურას დავიცავ. არა კარგი რედისკა ადამიანის მიმართ. ერთი რამე მოძრაობა უკვე მეოთხეჯერ გეუბნები ეთერიდან. რამე დაგიზიანებს მაგაც რატო არ გავიდა? ხო, ირანის მხარდაჭერა აქციას მაინც რატო არ გავიდა? ლაშა ბუღაძეზე ვაფშე მამაზე ნაძირალა. ძალიან არ არის საინტერესო, იმიტომ რომ ეხლა წავიკითხე მეორე გვაქვს ქეთი დევდარიანი, რომელიც არის ძალიან მაგარი. შედევს ამბობს? კი. ნიჩოს ფაშისტას. გავუშვით. კი. არა. ირანში პროგრესული საზოგადოება, ირანში სინათლე არის საქართველოში სიბნელის მტერი. ანუ ირანის და უკრაინის კარგად ყოფნაზე გარკვეულწილად საქართველოს კეთილდღეობაც დამოკიდებულია და საქართველოს კეთილდღეობა ქოცების უდღეურობას ნიშნავს და ესეც უნდა გავიხსენოთ. აი რა კორელაცია. დავიწყოთ იქიდან რომ უკრაინა უბედურ დღეში არის ეს მოცემულობა. არა, მოდი წავყვეთ რა ბიჭო, მე მგონია რომ ესე იგი ლიბერალების ალბათ ფუნდამენტური პრობლემა არის ის, რომ რწმენით კატეგორიაში აქვთ გადატანილი პოლიტიკური საკითხები. შენ როდესაც საკრალიზაციას ახდენ რაციონალური საკითხების და ვეღარ იაზრებ ისე, ხო? აღარ გაინტერესებს ფაქტები, გაქვს თეორია და იმას უნდა მიყვეს რა ყველაფერი. მაშინ გერხევა რა. ბიჭო ვერ გაიგეს რომ ეს უკრაინა არ არის ის დისკურსი რომელიც ომის დაწყების პერიოდში იყო, ანუ აღარ არის თვითონ უკრაინელები კი არა, ზელენსკი და არავინ საერთოდ გენშტაბი არავინ აღარ ამბობს ამას რომ რაღაცა იქ გაიმარჯვებს სინათლე ეგრეთ წოდებული და მე მართლა ვერ მივხვდი აი კორელაციას ესე იგი ირანი რო დაიშლება ვთქვათ კავკასიისთვის განსაკუთრებით ჩვენთვის პრობლემა იქნება მე ესე მგონია და დარწმუნებული ვარ და რატო არის აი იქ რო აი ვთქვათ ეს აიათოლას რეჟიმი და ძველი შაჰის რაღაცა გათანამედროვებული ვერსია დაბრუნდეს რატო იქნება კაი ჩვენთვის ჯერ ერთი არ ვიცი შაჰზე თუ ვინმე სხვა რამე და ისე პუტინის გავლენა მოშორდა პროამერიკული გახდება ეგ ამერიკას სინათლეა თამას ვიტყვი თუ ვინმეს ხა თუ ვინმე ძალიან პრიმიტიულ კატეგორიებში აღიქვავთ ირანს რომ ისინი ბნელები და აქედან ნათელი მომავალია ალბათ რეზა ფეხლევის მმართველობის პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე ბნელი პერიოდი ეს ამისიც და იმისიც ხო არ აქვს მნიშვნელობა იყო ერთ-ერთი ყველაზე ბნელი პერიოდი აი მიშა სააკაშვილი რაც იყო ჩვენთვის იმას რომ მისცე ბევრი ნავთობი რესურსები ძალა რა თქმა უნდა ეს რესურსები თვითონ ვერაფერი ვერ შეინარჩუნოს ხალხისთვის თვითონ დაიტოვოს და ხალხს აი ბოლომდე გაანადგუროს აი რა გითხრა კოლონიალიზმის ყველაზე ცუდი ფორმა რო დადოს რა არ არის ეგრე. აი, თქვენ ამას არ მოუწონეთ ეს თავისი გეოპოლიტიკური განზრახვები.
მაგრამ გამოგჩა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, რომ ამას რას ნატრულობს? სიბნელეს მინიმუმ 1.200.000 ადამიანისთვის. ვინც რო ჩვენი რეგისტრირებული ამორჩეველია. და საქართველოს მოქალაქე არიან. თავისი თანამოქალაქე 1.200.000 მინიმუმ ადამიანისთვის, ამას რომ სიბნელე უნდა და ამას ეტრფის. უკრაინაზე ახალი ინფორმაცია მაქვს. ტიმოშენკოს იჭერენ, მეგობრებო, ანუ ზელენსკი არახამიასაც, ნუ ტიმოშენკოს ყველა ვარიანტი. ტიმოშენკოს უკვე ისეთი საპროცესო წესებია, რომ ეჭვმიტანად ცნეს ტიმოშენკო და არახამია ჯერა. ტიმოშენკოს საშინელება გაუკეთებია ქრთამის თემები. უკრაინაში ხო ქრთამის თემა. არ შეიძლება, როგორ შეიძლება? არ შეიძლება რა და არც არსებობს ფაქტობრივად და ესეთი მაღალი რეპუტაციის მქონე ყველაზე ნაკლები კორუფცია გამოეხმაუროს, იმიტომ რომ მას ჰქონდა ზელენსკი ემზადება რისვაივაგლახით ემზადება არჩევნებისთვის და საერთოდ ველის მოწმენდა უნდა რომ ყველანი ციხეში. მიშა არ უნდა გამოეხმაუროს. კი კაცო, მიშა როგორ არ უნდა გამოეხმაუროს. გია ჭანტურია გავუშვათ? რატო არ გავუშვათ? აგრეთვე ფაშისტას. მინდა უნდა ბოდიში ერთი რაღაცა მაპატიეთ აი არ მინდა რაღაც იმას გამივიდეს რაღაც მაგრამ ეგრეა რა ერთხელ კვალიტიდან ეხება სუში ჭამა მიშამ 2 წელი არ ჩამოდიოდა იმიდან 7 ნოემბერი დღემდე ლაპარაკობენ დღემდე რა სუში 57 ნოემბერი მოაწყვეს და ისე ჩაია რომ ხმას ვერ იღებენ და ყოველდღიურად 7 ნოემბერია თამარ ყოველდღიურად ყოველი ესენი როგორი ცუდები არიან და ვიღაცებს მართლა ჯერა ხალხო აქ გავაჩეროთ აქ უფრო დიდი დედააფეთქებული ჭანტურია კი არ არის არამედ არის ძალიან დიდი ჭინკა, იმიტომ რომ ყოველდღე 7 ნოემბერი აქვს. ეს ცოლქმარი, ეს მართლა აპოკალიფტურ ფილმებში რო არის ცოლქმარი, რომელიც კაცჭამები არის. გაქვთ ეგ ფილმები სატანაო ამაზე კარგად არაფერზე რედემპშენი რო არის თამაში მანდარია. აპოკალიფტურ ფილმებში ცოლქმარი რო არის კაცჭამები, მაგრამ სოფლის მიტოვებულ სახლში. ხო, მაგრამ შეგიფარებენ და შეგჭამენ. დევნილებს რომ ვითომ ტეხას ურხოცვაჟლეტაში ბედნიერად ანუ აი ეგეთი სიაბანდებია. ურხოცვაჟლეტის ოჯახი ხო გახსოვს? ტეხას ურხოცვაჟლეტა ბენზოხერი. ხო. მაგის ოჯახი ხო გახსოვს? ეგ სახეზე ძალიან ცუდები იყვნენ ეგენი. მაგრამ იმაში კაცო ის რო თამაშობს ამერიკული სახეები ზანგი, სახელები მავიზდება, რაღაც დამერხა მე მგონი რა. აპოკალიფტური ფილმია ეგეც რო შედიხარ ჩაის მოგიმზადებ თუ ბუტერბროდებს გაწვით და მე უხსებ ხდება ის ტიპი რით არის დენზელ ვაშინგტონი რო თამაშობს. კარგი, ნუ ჩვენ გვახსოვს ყველას, როდესაც 7 ნოემბერი მართლა მოხდა, როგორ დაკეტეს ყველა არხი და ესენი შიშით როგორ კანკალებდნენ, ესენი დაჟე ისე იყო მოწყობილი, რომ არც დაკეტეს. ფეხებზეც ეკიდათ მაშინ. ხო და სუშის ჭამაზე კიდე რო იხსენებს ერთი ამბავი ატყდაო, მე კარგად მახსოვს, როცა სუშის ჭამის დროს მივიდა იქ დაჩცაგურე და სასტავი იყო და რატო იყო, რა იყო პრობლემა? რაღაცები ისეთ საშინელებები ხდებოდა ქვეყანაში, რომ საერთოდ მიუღებელი იყო იმ დროს ამის ესეთი გართობა და სწორედ მაგიტომ მივიდა ეს ხალხი, ახალგაზრდები. დავით ზურაბიშვილი, აი ჟოფრეის რო იძახდი შენ. წინა ხელისუფლებას რო შევანდერო, წინა ხელისუფლების ეგრეთ წოდებული ლიდერშიპი, ლიდერების ჯგუფი, ისინი არ იყვნენ ფულის საკეთებლად მოსული. არც სააკაშვილი არ გეთახმები. არც გეზერაშვილი მოსული და არც მერაბიშვილი და არა. მაგრამ არც გეზერაშვილი. მე დაიწყეს ვიღაცები, ხა ამ ლიდერებზე არ ლაპარაკობ, მაგრამ რახან ეს ავტორიტარული სისტემა შექმნეს. იულია ვასანია კორუფციის გარეშე ვერ ფუნქციონირა. გეთახმები. მერე დაიწყო. საღულს მაოსაო. გეზერაშვილმა მერე დაიწყო რო მოვიდა. თან ახე გეზერაშვილმა რა ფული იშოვა თქვენს კიდე ეს რა. გამოიკიდებით ხოლმე ყველა. ან მიშა ხო ამბობდა თვითონ დედამარჩენსო როცა ქონდა ლექციების კითხვა ქონდა შემოსავალი და დედის ქონება რომელიც რაღაცა საწყლად გამოდენვი ათეულობით ხო პატარა ფართები შეიძლება ქონოდა გაქირავებული და მეტი რა იყო ვინ იშოვა ფული მაგ დროს კაი ხო რა გედევან ფოფხაძე მინდა რომ ჩავთო რომელიც გადაურჩა სიგდილს არ შეუშვირა არისო თქვი არ ველოს მისგან არ ველოს სიმშილობის თვითონაც არ გაისროლა რა დათა თუთაშხეში რო არის ხო იცი ხო იმ ხელა ის მაქო მე ოპერატესობა რომ მანდო ხო მანდო ხო დაახლოებით ეგეთი არის რა დუელში აბა გავიგეთ
ვაჩავ. ზოგადად სადარდებელია. მე არ მინდა რომ რეჟიმი შეიცვალოს საქართველოში. მე მინდა რომ უბრალოდ ხაზგასმით როგორ არ ხდება რეჟიმი შეცვალა, მაგრამ მინდა რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. მე არ მინდა რომ ვიღაცა მოვიდეს და სპეცნაზმა და ვიღაცამ გადააყენოს ეს და ქუჩაში გამოვიდეს და წავლეკოთ ეს, იმიტომ რომ ამას რა შედეგები მოყვება, არავინ არ იცის. და არ გვინდა ეს შედეგები. აბოტყუიაზე რომ მიდიოდა სამართლიანი არჩევნები. იმისათვის გავაჩეროთ იმაზე რომ ამბობდა ბიძინა ივანიშვილზე რომ რაც არ უნდა მოვიდესო და ცეცხლი წაეკიდოსო და ისინიო და არ ვიდარდებ მინდაო და ნეტა არ დავეხმარებოდო ნეტა ყველა ხოცებიო ნეტა ყველა ამოიხოცოთო და დაიწვათო და ნეპალზე უარესი დააგემართოთო ნეპალი მინდა აქო ეხა უნდა სამართლიანი არჩევნები ეხა უნდა ხო გადახედა თავის ეთყობა ის უჭმელზე უნდა და ის ეხა კაინაჭამი რო არის კაინაჭამზე ზღანაა ისი ამბობს რომ თითქოს აი ხა წკიბზე ვართ რა არჩევანი ამის იმაზეა ამაზე არის არჩევანი როგორ განახორციელოს ხო ანუ რომელ კნოპკას ჩამოხრჩობა თუ შეწყალება და აი უნდა შეუძლია ხვალე უბძანოს ათასობით გედევანისტებს და მოვარდებიან სპეცნაზები და გადაგვაყენებენ მაგრამ ნუ არ ღირს ეხლა უნდა სხვანაირად თინა ბოკუჩავა და საბა უიმე საბაბუაძე ბაბუაძე გამოჩნდა დაუშვით იმედი მაქვს გულით რომ 2026 წელი იქნება გაცილებით უკეთესი უფრო მშვიდი უფრო მეტი იმედით ახსავსე უფრო მეტი შესაძლებლობებით ახსავსე ჩვენი ქვეყნისთვის იმიტომ რომ რასაც უყურებთ არ არის ნორმალური ცხოვრება აბსოლუტურად არავისთვის ხო მაგრამ სიმშვიდის იმედს რა გავძლევთ ქარიშხალი რომელიც ტრიალებს ცალკე ოცნებაში ქვეყანაში ძალმომრეობა არ ვიცი რამდენად ეს რეალობა იძლევა სიმშვიდის იმედსა და განცდას საბა ჩვენი შესაძლებლობები მაძლევს ამის იმედს მაძლევს ამის იმედს მათ შორის ის რომ ამ გასული წლის განმავლობაში ქართულმა ხალხმა აჩვენა წარმოუდგენელი ბრძოლის უნარიანობა. რეზონიარი მონუმენტურობა აკლია. არა, გრიგოლი არის როგორი ადამიანი, იცი რომ მისი პროფესიული კრედო ხო ისა რომ თქვენზე ამბობენ რომ ბავშვებს ჭამდა, მართალია? ან გაიცით პასუხი საზოგადოებას, დაახლოებით ესეთი ჟურნალისტიკაა და ამან რო თქვა რომ სიმშვიდის სურვილი მაქო, სურვილშიც კი არ როგორ თუ ქვეყანა ხმა გაამკაცრა კივილისკენ მიემართა როგორ შეიძლება ძალმომრეობა სახედავთ სიმშვიდეს როგორ შეიძლება დაიწყოს ქვეყანაში ძალმომრეობა სადაც ტრიალებს და როგორ ტრიალებს ხედავთ აგერ უკრაინაში უკვე შიგნით ჩატარდება მე მგონი რევოლუციური მოვლენები იქნება იმიტომ რომ უკრაინა რატომაც გონიათ ახლა არ ვიცი გონიათ თუ არა, მაგრამ იძახიან რომ მე რა რომ რუსეთი ზატო დემოკრატიული ქვეყანაა. უკრაინა პირველი რაც გააკეთა, როდესაც ეგრეთ წოდებული გადატრიალება მოხდა, არის იყო ოპოზიციის დევნა, არხების დახურვა, ეს ომამდე ჯერ კიდე პარტიების გაუქმება და ასე შემდეგ რა. კი ბატონო, სალომე სამადაშვილი. დღეს ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პოლიტიკურ შემართებას აჩვენებს ოპოზიცია აკლია რაღაცა ცოტა თვითდისციპლინა და ინსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევა თვით დაწესებულ მათ შორის იმისთვის რომ უკეთესად მოახდინოს координация საკუთარი პოლიტიკური სტრატეგიის координациაზე როცა საუბრობ გაქვთ ურთიერთობა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ბოლო კითხვა რეკლამა მიწევს და მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ გამოიკვეთოს რაღაცა კონტურები ოპოზიციის მხრიდან და ვერ ვისწავლე რა გავაჩერე ასევე გუში მქონდა ჩემი არის სწორი შედარება რომ მიკროსკოპით რომ ამებას აკვირდები და ადამიანებს რომ ამცნო მოხდით მიკროსკოპი არა აქვს და აი ამება არის აქ რა საინტერესოა და ადამიანები ვერ ამჩნევენ ზოგადად თეორიულად და პრაქტიკულადაც შემიძლია ვთქვა რომ ზუსტადაც სოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე სულ უფრო და არააქტუალური ხდება საქართველოში ოპოზიციური ამბები იმდენი გაიმაზა, იმდენი რამ გამაზეს, იმდენჯერ არასწორ ხარეს დადგნენ სოფლიო მოვლენების მიმართ ეს მაიმუნები, ხო, ეს შემოპოზიციონერები, რომ ნელა საერთოდ დაკარგეს აქტუალობა, ანუ მათი მომხრების შემცირება ხო ამის ბრალია, მაგრამ ზოგადად აი რაღაცა ხდება, მაგალითად ახლა მაგარი ამბები ხდება გრენლანდიის დათრევასთან დაკავშირებით. თეთრი სახლის ტვიტი ნახე? კი. კარიკატურა რო დადეს ძაღლები რო არიან გრენლანდიელები მარხილში აი ძალიან დიდი ჩინეთი და რუსეთი თუ ამერიკა ანუ ევროპა გაუქრეს საერთოდ არა
ნატოს მიმართავს ტრამპი, პირდაპირ თავის თვითონ ნატო გააჩერეთ დანია და როცა ეკითხებოდა ჟურნალისტი რომ ირლანდიელებს კარგად იქნება, გრენლანდიელებს და დანიელებს არ უნდათო, ესო არ უნდათო შეერთოს ამერიკამ, ესო მათი პრობლემა არისო რა. ანუ და მაგრამ ევროპელებმა ხო უთხრეს რომ ჩვენი იმედი გქონდეთ. კი კაცო, აბა როგორც უკრაინას. როგორც მე ვიცი, დანია იწყებს ჯარის რაღაც ნაწილების გადასვლას, ხო, ნუ სასაცილოა ყველა. ხო და უყურე ჩვენს ქართველ მაყურებელს, ვინც ახლა გვიყურებს ზოგადად, ვინცაც აინტერესებს სოფლიო, ხო? აინტერესებს ეს საკითხი. გაცილებით მეტად ვიდრე ეს იდიოტები რო გამოდიან აქ და რაღაცა უნდა გავერთიანდეთ და არ გავერთიანდეთ. რამე აზრი, რამე მოსაზრება ამაზე მოგისმენია და ტრამპის ამ საქციელზე, როგორ მიმდინარეობს მოვლენები. რამე უთქვა? ვერ იტყვი. ხო? ვერ იტყვი. ანუ უყურე რა ხდება სახეზე გვაქვს საერთაშორისო წყობის, საერთაშორისო სამართლის სრული ანიჰილაცია. ნატოს ერთი ქვეყანა მეორე ქვეყანას ემუქრება, მათ შორის იარაღით ტერიტორიის ანექსიას უხადის. ეს ხო როგორი მოვლენაა, იცი? წვეთნოი. ჰა? წვეთნოი, კი ბატონო. შენ რა ევროპაზე ქადაგებ, რა ნატოზე, რამე გააქვს შენი მოსაზრება, ახალი ერა რო დადგა. ანუ ხდების რა პრობლემაა? კი, რა თქმა უნდა, ზეროს. ხო, აი საერთოდ ვერ წარმოუდგენიათ. ჩვენ შეგვიძლია ვიკამათოთ. ამათ შეუძლიათ მარტო ბანძში და ამრევებად იყვნენ დაპოზიციონირებულები. ეხლა საერთაშორისო ანალიზი და მით უმეტეს ამერიკის კრიტიკა ძალიან ბევრს ითხოვს. ან არ კრიტიკა, ქება. ნუ ქების დავალება არაა ესე იგი. ხო, აი ეგ არის. აი თვითონ როგორ მიაჩნია. ის წესრიგში არ დგას. აი როგორ მიაჩნია, აი ოპოზიციონერებს როგორ მიაჩნიათ, რომ ამერიკის ეს სურვილი რომ წაიღოს გრენლანდია. მაგრამ მოლდოვას და რუმინეთს თემა ხო გააправეს ეგრევე. აბარაო ერთი ხალხიაო, ხო? რაზეა ბაზარი? ხო, ეგ შეიძლება. რა განსხვავება მაშინ პუტინი რასაც არგუმენტსაც იხმობს უკრაინაზე. ის ერთი ხალხი არ არის. ანუ ტრამპი რო წაიყვანს ვიღაცას. ტრამპზე არ გეუბნები, მოლდოვას და რუმინეთის შეერთებაზე გეუბნები. იქ ერთი ხალხია, რომელიც ჩვენაირად ფიქრობს. ტრამპი თუ ვიღაცას მოიპარავს პრეზიდენტს, ეს ძალიან კარგია, მაგრამ პუტინი თუ მოიპარავს, ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ეს სხვა არის და ეს გრენლანდიის მიერთება მოსულა, ყირიმის არა. ყირიმის არა. თან ყირიმი იყო რუსეთის და გრენლანდია არასოდეს არ იყო ამერიკის. და დასცინის ბიჭო ეს ტრამპი მაგარი ტიპია. დასცინის როგორ იცი, აი აბიჟნიკივით მაგრამ თეთრი სახლის ადმინი ვინც არის ტოპროჟა იმენა. ხო რა? ამ TikTok-ზე და Twitter-ზე რეაქციას დებენ, ამ ტოპ კონტენტია იმენა. ეტა შოკ კონტენტ. კი, ეხა სენატში ბიჭო ბაიდენზე რო ის გააკეთეს, ფოტო რო ჩამოუხსნა ბაიდენს. თეთრ სახლში და ავტოკალამი. კი. ამ ტიპი იყო სრულადო სხვის გავლენის ქვეშო რა. ეგ როგორ ეგ вообще ბარაკ ჰუსეინ ობამა, ესეც ჰუსეინ სლიპიჯო ბარაკ ჰუსეინ ობამა, საოცარი რაღაცა ხდება. დასთავარია გაზდით რა. აი ხა ეს ძალიან ცნობილი ამბავია, მაგასაც ყურადღება უნდა ანდევნონ. ამასაც არ ამბობენ. საიმიგრაციო სამსახურის ბორდერ კონტროლის და პრაქტიკულად დემოკრატიულ შტატებში ხალხის ომი. ყოველთვის ხდება ეს ვიდეოები, გამძაფრა ეს ომი ქალის კვლელობამ. და რა პოზიცია აქვს ამაზე? ქალის ჩაცხრილვამ, ხო? ბავშვებთან ერთად. ხო. სახის არეში ჩაცხრილვამ. და მე როგორ გააправა თეთრმა სახლმა. კი ბატონო. ეს ამბავი. ამაზე ბიჭო გითხარით რაღაცა გაბრალდება და ახლოს რაც გასცესა ის ლაპარაკობთ. აი სხვაში საიმიგრაციო თემაზე ეხა ნაცები და ბებერალები აგორებენ თემას, რომ ამერიკამ საქართველოს ვიზები შეუჩერაო და აი 75 ქვეყანას შეუჩერა. ხო, საიმიგრაციო ვიზები. ეგ მნიშვნელოვანი ძალგამყოფი არის, არა ტურისტული. ყველანაირი საიმიგრაციო ვიზები. საიმიგრაციო ვიზები. მხოლოდ საიმიგრაციო ვიზები. 75 ქვეყანა. კი, მათ შორის არის მოლდოვა, რომელიც ძალიან დაწინაურებული არის. მოგონილი ქვეყანა კოსოვა, მე კოსოვო გამიკვირდა ყველაზე მეტად. მაგათი მოგონილი. შეგონეს ქვეყანა და ეგ აღარ შემოყვიდეთო. ჩამოსვლაო რა. ზაგაია. ხო, ნუ და მეორე მხრივ, აგერ შენიყავე ლოს-ანჯელესში. რაღაცნაირად ხო უნდა ებრძოლო და აი ამ საშინელებას, რაც ამერიკის ქალაქებში ხდება რა. ხო და მე მგონია რომ უკვე ისეთი ან მე მგონია ფოლკლორია ეგ უკვე რა, ნორმაა რა. აი ესე ცხოვრება. არავის რეაქცია არა აქვს და პოლიციას რეაქცია არა, გამლოს რეაქცია არა აქვს და ხა. ხო, მაგრამ ესე ხო აღარ შეიძლება. დაემსგავსება პაბეგის ნიუ-იორკა რო არის ფილმი. კი.
ანუ ნიუ-იორკი რო არის. გლამური გამოაცალე და ეგაა. გლამური გამოაცალე და უკვე ეგაა. იგივეა, ზუსტად. მე არის მეორე პაბლიკის ლოს-ანჯელესი. ზუსტად ეგეთი ზმია, ზმეიპლისკი, კი ბატონო. ხო, ნუ ავიცი ხა როგორც არის. აგერ ცოტნე კობერიძე ნახოთ, აბა კუტაბიჭია თუ ცოტნე კობერიძე რას არის. ეს იმპათი არის დაქვეითებულებად ეს კი არა რომ ფილმს უკვე რო გეტირება. აბათ ეს არის გაგუნარი ვიღაცა სხვის შეუდა შეხედო რაღაცას და შენ გაითავისო და მიხვდე მის შინაარს მიხვდე და იგრძნო ეს პრობლემა და ყველაფერი და ეგ თუ არა პოლიტიკოს და პოლიტიკაში ეგ თუ არ არსებობს ეგ ემპათია სულად ყველამერთან გვაქვს საუბარი განსაკუთრებით იმ ადამიანს რომელიც წარმომადგენლობით ინსტიტუციის ნაწილი. შენ თქვი უდაბიჭია თუ ცოტნე? არაფრის მომცემი ბიჭი არ მოხდა. ეს რა ჩამიგდეთ ეს რა? ეს მინჩავდა რა ჩააგდო. აგერ გაუშვათ თუ შეიძლება. რა გვაქვს? ოპა ნა სარიგა ომენესი გარიგა. ჩალაძე? ხო. როგორ ჩალაძე რა შუაშია ამასთან? ამ კადრთან რატო გაგახსენდა ჩალაძე? იმიტომ რომ სადაც არ ჩანს ჩალაძე. იქნებ იღებს. იქნებ უაიერიზმით არის დაკავებული. იქნებ ახალი გატაცება. თქვენ მანიაკებო თქვენ. შეიძლება რავი ნო ტაიმს სკვერზე ეგენი აღნიშნავდა როგორ კადრულობს და რა შუაში ამ ფოტოსთან ჩალაძე არაფერ შუაში არ არის ძალიან შუაშია სადა მე ერთად გამართლება ვიპოვო რომ უღებს მიშას გავუტყვა ციხეში ყოფნა ეგეც მაინტერესებს არის დამდგაც ბიჭო რა შემიანო ჩემი და დაფარჩა მიშა იმენა არ შეიძლება გამოტყვა ახსოვდება რომ ღარიბაშო ცოტა რატომ მისცესო 5 წელი როცაო მეო აგერო არაფერიო ბიჭო რაღაცა 5 ბიჯაკიო და ჩაი დავალევინო თავისი ძველი ცოდვები ვაფშე ყველაფერი დაავიწყდა ხო და რა პონტიაო რა წუწუნი დაიწყო რა ალოკეც რო გავაუპატიურეო თორე მე ალოკეც რო წუწუნდა ალოკეს რანა დაწუწუნდა იმიტომ მეო ტელევიზორი არ მინდაო წიგნებს არ მინდაო მე წიგნები რო ნახა ეხა ამას რა წაიკითხავს და ტელევიზორი მოინდომა ის. მე დაიგრუზა. ისევ ბენზინი მომეცით. ეგ ვაფშე რატო არის? აი რა გააკეთა? ნელა ვერ გავიგებ მაგას აი რა ჩაიდინა? საინტერესოა ფსიქოლოგები არ გეტყვიან რა ჩაიდინა მაგას. გაეკცა. გაეკცა და ჩაიკეტა ეხლა. მაგას შეიძლება აი ხო ზახარ იმას. დამნაშავებთან რომ შედიან რა აი წერლები და ფსიქოლოგები და რომ გამოაქვთ მე ინფორმაცია რა რომ აი ფსიქიკა რა იყო რა ზეობა რამ გაგაკეთები და აი რატო გააკეთეთ ზღობას გაკეთებ არ ახსოვს თან რამე არ გმირობა არ აიც მაიმუნობა არაფერი არ არის რა просто მოუნდა ციხეში ჩაიგდო ეს როკი აქ ტერორისტის ხო მუხლი აქ ტერორისტი დებილის დაჟე ასაც მოუყვა აბა ბიჭო თუნდ ერთ თვეში დაავიწყდათ რა იმაში კი არა წლების არა მალე აფში ყველამ დაიკიდა ტიპი თელმა ოპოზიციამ დაიკიდა ეგრევე ბიჭო ვინ არ დაიკიდა აბა რა აგერს მოხოშტარიას ახსენებენ იმას გვარამიას ახსენებენ რა გინდა ზიას ახსენებენ ზურაგირჩმა ისე ზურაგირჩმა გადამიხადეთო გირაო თქვა ხო ჯიგრულად გადამიხადეთო კაცო მე ფული არ მაქვს ეხაო რაღაც ბაითი ჩადებასო რისკები ქონიაო და თქვენ გადამიხადეთო რა აგერ ჩემი ანგარიშიო და ჩამირიცხეთო ონ თავინა რომ გამოვიდა რა გირაო ჩემ და თავად გირაოს გადამხდები ხო მაგრამ მე რეიცი რა მაინტერესებს აი ხალხი მაგალითად ის ტიკტოკერები რო არიან ფულს რო ითხოვენ რა ხო მაგათ რო აკრიტიკებენ ჯერს ერთი შოუს დგავენ და ხა ვიღაცა თუ ჩაუწყავს იმიზნება არის ხო რა ვიღაცა ხა არ დავასახელებ რა ის იყო მაგაროჟი შე რო გააძო მე ეგ მაგარზე რო აგინებს ლარი შენი მათხოვარი და ლარი ვის ჩაუწყავს ხო მაგაროჟი კალიბრია ხო და ურიცხავ რა მაგრამ იმიტომ რომ შოუს გიდგავს და მოგწონს თუ არ მოგწონს რაღაც პონჩი ჩარიცხავს ეს ბიჭო რო გავალდებულებს ერთი თავის კომანდას და რო რიცხავენ ამ ხელა ფულს რო კრებენ თავიანთი სისულელეების გამოსწორებისთვის არ გეხტუნავა არ გემაიმუნათ არ გეღორძაღლათ და არ გეკნებოდათ ეგ ფული გადასახადეთ თქვენთვის მოიხმარდით გააკეთებდით გლინტვეინებს იმაში მე მგონი რომ ეს ფულია ზუსტად deep state-ის სერიოზული ფულია ეგ შეგროვებული ფული არ იქნება და უთხრეს რომ მოდი ხა პროსტა გამოაცხადეო და ჩაგერიცხება და გადაიხადეო რა ჩემი აზრით არანაირი ჩარიცხვების და იმის არ ერთი ნანუკა ჟურჟულიანი აქტეს მობილიზაციას თანხებს და მეორე ამას ხო მაგრამ მიხედავენ რა მე მგონია რომ აღარა კი ბატონო დიდი მადლობა მეგობრებო რომ ჩვენი დრო ამოიწურა ჩვენ ერთმანეთს ხვალ შევხვდით ყველამდე